ერთადერთი ამ სახელწოდების წიგნის წარდგინება ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა. გამოცემა ეძღვნება ფეხბურთში ერთადერთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს გელა კეტაშვილს. წიგნის ავტორი გახლავთ სპორტული ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. წიგნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა. მინდა მიულოცო ამ წიგნის მთავარ გმირს გელა კეტაშვილს, ჩვენს ერთადერთ ოლიმპიურ ჩემპიონს ფეხბურთში და ასევე რა თქმა უნდა ავტორს მამუკა კვარაცხელიას. ეს ძალიან კარგი გამოცემა. როცა ეს პროექტი ჩვენთან შემოვიდა, ბუნებრივია ოლიმპიურმა კომიტეტმა დაუჭირა მხარი. ჩვენ ზოგადად ამ მიმართულებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი სპორტულ ოლიმპიურ ბიბლიოთეკაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ამ წიგნის გამოცემა მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ წიგნში ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი არის აღწერილი. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მამუკა კვარაცხელიას, ჩემს დიდი ხნის მეგობარს. ეს არის სასწავლო წიგნიც მე მგონი მომავალი თაობებისთვის. რამდენად რთული და ეკლიანი გზა არის დიდ სპორტსმენობამდე გასავლელი და მე მგონი რომ გაითვალისწინებს ამას მომავალი თაობა. მადლობა თბილისის მერიას და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტს, რომ მომცა საშუალება გამეკეთებინა წიგნი ერთადერთ ქართველ ოლიმპიურ ფეხბურთელ ჩემპიონზე, გელა კეტაშვილზე, ადამიანზე, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი შესწირა სამშობლოს და ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდაც მისი სამშობლო ყოფილიყო ყველაზე წინ და დანარჩენ წიგნში ნახავთ, წაიკითხავ და იმედია მკითხველი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება მრავალი ისეთი საინტერესო ისტორიებით.